ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია პროექტირების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ უახლოეს პერიოდში თავრობის დავალებით გვაქვს გეგმაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში მივიღოთ 24 საათიანი წყალმომარაგება. პროექტი რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად ქალაქ წალენჯიხაშიც ხორციელდება. ჩვენ ამ პროექტის დასრულების შემდგომ შესაძლებლობა გვექნება, რომ 6300 აბონენტს უწყვეტად მივაწოდოთ ხარისხიანი წყალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მუნიციპალიტეტისთვის. სამუშაოები ქალაქის შიდა ქსელებს და მაგისტრალურ მილსადენებს მოიცავს. ადგილობრივი თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ორიენტირებული ვართ, რომ საუკეთესო პირობების შევქმნათ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს. დღეის მდგომარეობით საერთო სამშენებლო სამუშაოების 80% შესრულებულია და წყალმომარაგების ქსელის 85 კილომეტრი დასრულებული. გამოყენებულია გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ფილტრები და წალენჯიხას ექნება საუკეთესო წყალი. სრულიად მოწყობილია ახალი ჭაბურღილი, ხოლო სარეაბილიტაციო ჭაბურღილების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის რაიონში მოგვარდა წყლის პრობლემა, ამისთვის მადლობა იმ ადამიანებს, ვინც განახორციელა ეს პროექტი. დასრულებულია საფილტრის სადგურის და საკლორატოროს მოწყობა. პარალელურად ეწყობა რეზერვუარები და აღრეცხვის კვანძები. სასმელი წყალი აუცილებელია, რომ მიეწოდოს ჩვენს თანამოქალაქეებს შესაბამისი სტანდარტების დაცვით. ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ 6300-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ უკვე წალენჯიხის მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან მართლაც ამ მუნიციპალიტეტისთვის საუკუნის პროექტის დასასრულს.